ბიზნესმენები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან, ეს და სხვა ამბები რამდენიმე წუთში. Free Business-ზე რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 2230-ს გადაცდა. ბიზნესმენები ახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ნოემბერში საქართველოს გზებით 43299 ტრაილერმა ისარგებლა, მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა 15 მილიონს აღემატებოდა. იანვარ-ნოემბერში უბირეთ მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2.900.000 ლარი შეადგინა, რაც 435.000-ზე მეტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3.280 მილიარდი დოლარია. საქმის კურსი ბრუნდება პირდაპირ ეთერში, ახალ ამბებს გიგა ბენია გაგაცნობთ. ბიზნესი ირაკლი კობახიძეს ხვდება, მათმა ნაწილმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა. ისინი ქართული ოცნების პრემიერისგან ელიან პასუხს, როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია. კერძო სექტორის დიდმა ნაწილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია და გარკვეული სექტორები პრობლემის ქვეშაა. კანცელარიაში მივიდნენ ისეთებიც, რომლებიც ქვეყანაში პრობლემებს ვერ ხედავენ. მაგალითად, VR ჰოლდინგის დამფუძნებელმა ნოშიკო ნამორაძემ თქვა, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნას არ უერთდება, რადგან მისი თქმით ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ჩვენ 2200-ზე მეტი ბიზნეს წარმომადგენელმა გავაკეთეთ ჩვენი განცხადება, საჯარო შიშეში ალბათ ყველა მიცით და ჩვენი გამოსავლის გზებიც იქ აღნიშნეთ. ეს არის დაკარგულების განთავისუფლება და ახალი არჩევნები. ბიზნესი დაფიქსირებული გვაქვს, როგორც იცით, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენ კომპანიას, რომ ეხლა მნიშვნელოვანია სასწრაფო დეესკალაცია, ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება. მოусმენთ და ალბათ მივიღებთ მათგანაც პასუხს. რა თქმა უნდა, რთულ მდგომარეობაშია, ხო? ყველა ხვდები დღეს, გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ, ანუ ტურისტი აღარ ჩამოდის. სტუმართმასპინძლობის სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ასე გარკვეული სექტორები და პერსპექტივა არ ჩანს. ვფიქრობ, რომ მთავარია მოხდეს დეესკალაცია, დეპოლარიზაცია, იმიტომ შეუძლებელია ესე ცხოვრება. ხო, შეიძლება არჩევნები იყოს ამისის გამოსავალი ერთ-ერთი, დაველოდოთ რა სიტყვის პრემიერი. რა თქმა უნდა, პოზიცია აქ ჩვენი ყველასი არის ის, რომ რაც არის გასაკეთებელი, უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, უნდა გადაიდგას რაღაც ნაბიჯი. რა თქმა უნდა გადაიდგას ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს და თუ საჭირო იქნება, რომ კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგას, უნდა გადაიდგას. არავითარი ხელახალი არჩევნები, ნახეთ 12 წელია ბიზნესმა დაისვენა, დამშვიდდა, დაწყნარდა, აწიოკება აღარ არის ქვეყანაში, არავის სახში არ უვარდება და არ ხრეც. მე არ ვარ მომხრე მაგ ძალადობის, მაგრამ გეტყვით, ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზან-მიმართულობა. აი ეს არის ჩემი კავშირი. ზუსტად იცით თქვენ საიდან დაიწყო. თქვენ იცით ზუსტად. 30 წელიწადია ესეთ რეჟიმში ცხოვრობ ეს ქვეყანა და ჩვენც მათ შორის და ახლა მინდა რომ გავიგო მომავალში რა გველოდება. როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება? როგორ მივხედოთ ეკონომიკა? ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნია თქვენ? ეს ნალოლიავები 30 წელი ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა და ეკონომიკა და ლარი და ჩამოვაქციოთ ლარი მესმის მოთხოვნებიდან. არ უერთდება მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ. 2200-ზე მეტი კომპანია ახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. პლატფორმა Free Business-ზე რეგისტრირებულების რაოდენობა იზრდება. მუშავდება 669 კომპანიის განაცხადი. პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია 120 კომპანიას. და რეგისტრირებულ ბიზნესებს შორის არაერთი მცირე და საშუალო კომპანია, მათ შორის არიან სტარტაპებიც. როგორ აისახება მიმდინარე პროცესები სტარტაპებზე და რა მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციას დამწყები ბიზნესისთვის? სალომე კუკავა იქნება დღეს საქმის კურსის სტუმარი, ის გლობალაიზის დამფუძნებელია, რომელიც Free Business პლატფორმას უერთდება. გამარჯობა სალომე, მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ გადაცემაში. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რატომ გადაწყვიტა გლობალაიზმა Free Business შეერთებოდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც აქვს კერძო სექტორის ამ ნაწილს, გულისხმობ ახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებას. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, გლობალიზაცია უერთდება
ყველა ინიციატივას რასაც free business-ი გულისხმობს, და მგონია რომ ყველა ბიზნესი უნდა გაერთიანდეს ამ ეტაპისთვის სხვა გზა არ გვაქვს, რა თქმა უნდა. შესაბამისად, როგორც კი ეს ინიციატივა გაჩნდა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც შევუერთდით და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ სექტორისთვის ევროინტეგრაცია და რა საფრთხეებს ქმნის დღეს არსებული სიტუაცია სტარტაპებისთვის? რეალურად საერთოდ რომელ ეკოსისტემაზე გვაქვს საუბარი, ჩემი ხმა კარგად გესმით, დიახ, მესმის. სტარტაპ ეკოსისტემისთვის, რა თქმა უნდა, დამღუპველი არის ის გზა, რაც დღეს დღევანდელმა ხელისუფლებამ აირჩია, შესაბამისად, ევროინტეგრაცია თავიდანვე იყო და ყოველთვის იქნება პირველადი მიზანი, თუ სურს საუბარი სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაზე. შესაბამისად, ანუ ეს იქნება დამღუპველი, უბრალოდ აღარ იარსებებს ეკოსისტემა. ვეღარ ვესაუბრებით ინვესტორებს, არავის ექნება ინტერესი, ჩვენი პირადი გამოცდილებიდან, როცა ვცდილობთ, რომ სტარტაპები დავაკავშირებთ ინვესტორებთან სხვადასხვა ქვეყნებში, უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები. ჩვენი კონკრეტული ვენჩურული ფონდიც გაჩერებული გვაქვს ამ ეტაპზე, ინტერესი, რა თქმა უნდა, აღარ არის ინვესტორებისგან, ყველა გვაკვირდება დიდი ინტერესით მთელი მსოფლიო, თუმცა განვითარების დონის რაც შეეხება, სამომავლოდ საით შეიძლება წავიდეს საქართველოს ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველა ინვესტორი ამას უყურებს. შესაბამისად, და ფაქტობრივად დაპაუზდება მთელი სექტორის განვითარება. ჩვენ პირადად, ვისაც ვესაუბრებოდით აქამდე, თუ ახლა რაიმე მიმართულებით სტარტაპებთან ურთიერთობას განიხილავენ, ეს არის ერთადერთი იმ შემთხვევაში, თუ სტარტაპი გავა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და იქ დაიწყებს ოპერირებას. ანუ საქართველოში ყოფი სტარტაპის დაფინანსება, მასში ინვესტიციის ჩადება უცხოელ ინვესტორებს არ სურთ, თქვენ ამას ამბობთ და საინტერესოა ისიც გაჩერდა თუ არა გარკვეული პროექტები, რომლებიც აქამდე იყო ჯერ კიდევ ქართული ოცნების 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებამდე არსებობდა. პირად გამოცდილებას გიზიარებთ, მე სხვას რა დავანებო თავი, ჩვენი Globalize-ის ვენჩურული ფონდი, რომელიც 10 მილიონიანი ფონდი იყო და უნდა ჩაგვეშვა, ფაქტობრივად გაჩერებული გვაქვს, იმიტომ რომ უცხოელი ინვესტორები, ვინც იყვნენ, აქტიურად დაიწყეს გასვლა პარტნიორობიდან, ასე ვთქვათ, შეაჩერეს დროებით, იმიტომ რომ აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ჩვენც საიმედო არაფერი გვაქვს, სანამ არ შეიცვლება ქვეყნის კურსი, უბრალოდ ფიზიკურად ახსნას ვერ უძებნით იმ ყველაფერს, რასაც დღეს ქართული ოცნება აკეთებს. შესაბამისად, უცხოელ ინვესტორებს განსაკუთრებით, თუ განიხილავენ რამეს, ეს არის იმ შემთხვევაში, თუ სტარტაპი გავა ქვეყნიდან და რომელიმე ევროპის, ამერიკის ან რაღაცა განვითარებულ ქვეყანაში დაარეგისტრირებს სტარტაპს. ანუ არც განიხილავენ, თუ საქართველოს დღევანდელ მოცემულობაში დარჩება სტარტაპი. ხო, ეს ძალიან მარტივია გასაგებად, ხო? რატო შეიძლება ინვესტორს არ აინტერესებდეს ის ქვეყანა, სადაც ის ნაბიჯები იდგმება, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება დგამს. რამდენიმე დღის წინ იყო ჯიტასთან საპროტესტო აქცია, რომლის შემდეგაც ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ სტარტაპები. მაშინ ფაქტობრივად ვერ მიიღეს სტარტაპებმა პასუხი ავთანდილ კასრაძისგან, თუ როგორ გეგმავს ამ სექტორის გადარჩენას ჯიტა და შემდეგ უკვე მაგალითად როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები. თქვენი ინფორმაციით როგორ უნდა გაგრძელდეს, რა უნდა გაკეთდეს და ასევე თქვენი ინფორმაციით ამის შემდეგ თუ იყო კიდევ ერთი მცდელობა ავთანდილ კასრაძის მხრიდან რაიმე სახის გეგმის გაზიარებისა. სამწუხაროა, რომ მე პირადად ვერ შევუერთდი ამ შეხვედრას, აღარ ვცხოვრობ საქართველოში სექტემბრიდან და სამწუხაროა ძალიან გულმწყდებიდან ვუყურებ
ვადევნებ თვალს სამ პროცესებს. ჯიტას პოზიცია ხო თავიდანვე გაურკვეველი იყო. ძალიან გაუგრძელდათ ისედაც პოზიციის დაფიქსირება. ახალს გაურკვეველი არის ჩემთვის, რაზე საუბრობენ. მე როგორც ვიცი არ ყოფილა უკვე შემდგომი რეაგირება არ მოყოლია სტარტაპებთან შეხვედრას და პრინციპში რა შეხვედრაც იყო მე დასკვნაც ვერ გამოვიტანე რა ხედვა აქვს და როგორ მიდიან შესაბამისად არ ვიცი ერთადერთი ხო რა თქმა უნდა სტარტაპებს არ გულისხმობ ზოგადად ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს თავის კურსს სხვა მიმართულებით, სხვა სტრატეგიებზე საუბარი, არ ვიცი, ჯიტამ რა სტრატეგია უნდა დაადოს, რომ, რა ვიცი, აზიის განვითარების ბანკთან იქნება თუ აზიურ ქვეყნებიდან მოიზიდოს ფონდები თუ ამას აპირებენ, ძალიან სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი. ამიტომ რა ვიცი, მე პირადად არ მომისმენია ჯიტას სტრატეგია, ძალიან საინტერესო იქნებოდა. და ანუ ის რიტორიკა რაც მოვისმინე თავისგან აბსოლუტურად მიუღებელი არის სტარტაპებთან ასე საუბარი ჩემი აზრით და მე პირადად შევუერთდი ყველას ვინც მოითხოვს რომ უფრო საღი პოზიცია დააფიქსირონ და გააგებინონ სტარტაპებს როგორ აპირებენ ეკოსისტემის განვითარებას თუმცა მგონია რომ აი ყველა მიმართულებით საუბარი, რაც ქვეყნის კურსის გარეთ განიხილება, მგონია, რომ უბრალოდ აზრი არ აქვს ამ საუბარს. კი ბატონო. დაგემშვიდობებით, მადლობა, სალომე კუკავა, გლობალაიზის დამფუძნებელი საუბრობდა საქმის კურსის პირდაპირ ეთერში. წინა საახალწლოდ ბიზნესის ნაწილს გაყიდვების შეუმცირდა. როგორც კერძო სექტორში აცხადებენ, მიზეზი ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობაა. გაყიდვების კლებაზე საუბრობენ როგორც რითეილ სექტორში, ასევე ტურიზმთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დარგებში. ბიზნესი ამბობს, რომ თუ ვითარება ასე შენარჩუნდება, მომდევნო თვეები რეალიზაციის მხრივ კიდევ უფრო გაუარესდება. ნუცა შუბაშვილმა მოისმინა შეფასებები, დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდება. ნუცა, როგორია დღეს არსებული მდგომარეობა და რა მოლოდინები აქვთ კერძო სექტორში? გიგა მოგესალმები, როგორც ცნობილია, დეკემბერი და ზოგადად წინა საახალწლო პერიოდი გაყიდვების მხრივ ყველაზე აქტიური პერიოდია ხოლმე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი სამწუხაროდ გამონაკლისია. ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ წინა საახალწლო პერიოდის მიუხედავად გაყიდვები შემცირებულია, რაც მათ შეფასებით ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას უკავშირდება. მაგალითად, კომპანია მეგა სპორტში, რომელიც North Face-ის, Timberland-ის, აი ამ ბრენდების წარმომადგენელია საქართველოში, ამბობენ, რომ გაყიდვები დაახლოებით 30%-ით შემცირებული რის მიზეზით მომხმარებლის შეცვლილი ქცევა, როდესაც შექმნილ ვითარებაში ისინი შედარებით ნაკლებს ხარჯავენ. გაყიდვების კლებაზე საუბრობენ კომპანია Wishlist-ის, სადაც ამბობენ, რომ მიუხედავად ბოლო დღეების განმავლობაში ვითარების შედარებით გაუმჯობესებისა, წლიურად დაახლოებით 20%-იანი კლება ფიქსირდება რეალიზაციაში. ხალხს მაინც აქვს მისი განცდა, რომ რთული მდგომარეობა, კრიზისული მდგომარეობა. ორი აზრი არ არის ამაში. იგრძნობა დაძაბულობა, იგრძნობა ის, რომ განწყობა ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს წინა საახალწლო პერიოდში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ბევრი რაღაც ფაქტორებისგან შედგება რა ეს ყველაფერი რა. შიში იმაზე რომ თქვა რაღაცა დაგროვებული უცებ დახარჯო მერე ორი იქნება სხვა წლებთან შედარებით ამ პერიოდში არის შეინიშნება კი არა და ფაქტობრივი კლება არის. ყველაზე ცოტა შემილია გითხრათ რომ 30% ცდება. და ჩადებული ფაქტიურად ორმაგი რაც არის სეზონური პროდუქცია, ნუ საახალწლო პროდუქციას, ასევე სათამაშოების გულისხმობ და ზრდის ნაცვლად განსაკუთრებით სათამაშოების სეგმენტში -20% გქონდა. სწორედ ამიტომ გადავწყვეტ, რომ კრიზისული მენეჯმენტი ჩავთეთ ამ შემთხვევაში და უკვე ამ შაბათ-კვირას გავუშვით ძალიან დიდი ფასდაკლებები, რომ აი ეს ძალიან დიდი გეფი და დანაკლისი გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, დაგვებალანსებინა თუნდაც იგივე გაზრდილი რაოდენობით. შეძლების დაგვარად ასე თუ ისე სიტუაცია გამოსწორდა ბოლო რამდენიმე დღის ჭრილში, თუმცა წლის ბოლომდე შედეგებზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ მაინც იმ ორ კვირიან ჩავარდნას სავარაუდოდ მაინც ვერ დააბალანსებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის რესურსიც არც ერთ კომპანიას არ აქვს, რომ იმ ორი კვირის თქვათ ჩავარდნას მოიმსახუროს მომდევნო ორი კვირით, რაც ასევე საეჭვოა, იმიტომ რომ კვლავ ასე ვთქვათ კრიზისული სიტუაცია ხდება ქვეყანაში.
რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სექტორებშიც, როგორც სარემონტო სამშენებლო კომპანიების ნაწილში ამბობენ, უძრავი ქონების რეალიზაციის შემცირება მათ დარგზეც აისახა და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო თუ სარემონტო მასალების გაყიდვებშიც კლება ფიქსირდება. რეალიზაციის შემცირებაზე მიუთითებენ ასევე ტურიზმთან დაკავშირებული სექტორებიც, მაგალითად ღვინის მწარმოებელ კომპანია ფაფრისველში ამბობენ, რომ როგორც ცნობილია, სტუმართ მასმიძვლობის სექტორში მოთხოვნის კლება ფიქსირდება მკვეთრი და ამასთან ერთად შიდა ბაზარზე რეალიზაცია მათ პროდუქციაზეც, ანუ ღვინოზეც არის ბუნებრივია შემცირებული. მთლიანობაში ბიზნესი ამბობს, რომ თუკი ვითარება ასე შედარჩუნდება მომდევნო თვეებში, რეალიზაციის მხრივ კიდევ უფრო ცუდი ვითარება იქნება. პირველ ეტაპზე ეს შეეხო შიდა გაყიდვებს საქართველოში. ფაქტიურად სარესტორნო და საცალო ბიზნესი ფაქტიურად ჩაკვდა უცებ. ეს მოსალოდნელიც იყო. ადვილი პროგნოზირებადი იყო. როგორც ყველა სხვა დარგში, ხო, მეღვინეებიც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ხოლმე ნოემბერი-დეკემბრის პერიოდზე. ხო, ამ დროს ხდება ადამიანები, ხალხი ღვინოს ყიდულობს, საჩუქრებს ყიდულობენ და ასე შემდეგ. ფაქტიურად შეგიძლია ჩათვალოთ, რომ სარესტორნო ბიზნესი ფაქტიურად განულებულია, მინიმალურზეა დასული. იმაზე უარესი სიტუაცია, ვიდრე კორონა ვირუსის პერიოდში იყო. აი თანამად შემიძლია თქვა. ვიდრეების თვალსაზრისით. და ეს სიტუაცია კიდე სამწუხაროდ კიდევ უფრო გართულდება, როდესაც დაიწყება იანვარი-თებერვალი. თავისთავად რაღაცა კლება გვაქვს, სადღაც 20-30%-ის ფარგლებში, თუმცა ეხლა რაღაც რამოდენიმე დღეა წამოწეული, იმიტომ რომ წინა სახალხო პერიოდია და ესეთი მერყევი არის, ასე ვთქვათ, ბაზარი, იმიტომ რომ რაღაცა მოვლენებთან დაკავშირებით ყველა ვთქვათ ესკალაცია პირდაპირ ისახება. ანუ საცალო სეგმენტი როგორია, იცით, ამინდიც კი მოქმედებს გაყიდვებზე ხშირად და წარმოიდგინეთ, ეხლა ეს არის ამინდი ქვეყანაში, ხო? ანუ ძალიან ისეთი ცუდი ამინდი გვაქვს ქვეყანაში და შესაბამისად ეს პირდაპირ გავლენას პოვებს ადამიანის ქცევაზე. დილით რო იღვიძებს და უნდა წავიდეს თუ არა მაღაზიაში, შეიძლება გადაადოს რაღაცა ყიდვა და წარმოიდგინეთ, ბინის ყიდვა და რაღაც ინვესტიციას მით უმეტეს გადადებს. მე შემდგომ რეგიონს გადადებს და ეს ესე ჯაჭვურად თუ არ ერთმანეთთან დაკავშირებული. ბიზნესი ამბობს, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა აქციების, მარკეტინგული აქტივობების გააქტიურებას გეგმავს, თუმცა მათი შეფასებით დეკემბრის ბოლო დღეებში აქამდე ჩავარდნილ გაყიდვები მაინც ვერ დაკომპენსირდება. საუბრობდა პირდაპირ ეთერში. Go-Joint Company კრედო ბანკის აქციონერი გახდა. იაპონურმა ჰოლდინგმა კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი შეეძინა. ეს მისი სადებიუტო ინვესტიციაა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით გარიგებაზე მუშაობა 1 წლის წინ დაიწყო და მიზანი კრედო ბანკის ინიციატივის მეწარმეების და დასაქმებულების ხარდაჭერის გაზრიერება. Go-Joint Company ტოკიოში დაფუძნებული ჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს ინკლუზიური ფინანსური სერვისების მომწოდებელ კომპანიებს და ოპერირებს აზიის და აფრიკის 13 ქვეყანაში. კრედო ბანკი კი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით 94 სერვის ცენტრით 480,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. 2024 წელს ექსპლუატაციაში 4 ჰესი შევიდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით სამუშაოების დასკვნით ეტაპზე 8 ჰესი იმყოფება. უწყების ცნობით მათი ჯამური სიმძლავრე 90 მეგავატი იქნება. ექსპლუატაციაში შესული ჰესებიდან ყველაზე მძლავრი საშუალო ზომის ხობი 2 ჰესია. მისი დადგმული სიმძლავრე 44.5 მეგავატია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გაფორმებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით განვითარების სხვადასხვა ეტაპზე 300-მდე ენერგეტიკული პროექტი იმყოფება. ასეთი იყო საქმის კურსი ამ დროისთვის. ერთმანეთს 17:40-ზე შევხვდებით დროებით.